პირველი წერილობითი ფორმის რეკლამა ხელით დაწერილ რომაულ გაზეთში მოხდა. საქართველოში კი ერთ-ერთი პირველი სარეკლამო განცხადებები მე-19 საუკუნის პრესაში ჩნდება. ეს არის 1905 წლის 3 ივლისის ცნობის ფურცელი, სადაც ვკითხულობთ, რომ გაიღო რესტორანი ბაღით, კავკაზი, მეორე სახლი ფუნიკულიორიდან მამა დავითის გორაზე, გრილად მოწყობილი კაბინეტებით მზადება რესტორნებისა და ახლად გახსნილი სასაუზმეების გარდა ძველ გაზეთებში ეროვნული არქივის თანამშრომლებმა ბევრ საინტერესო განცხადებებს მიაგნეს. საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთის გვერდებზე სარეკლამო განცხადებებს დიდი ადგილი უკავია. განცხადებებიდან ირკვევა როდის და სად გაიხსნა კუბოს პირველი მაღაზია, შეშის საწარმო და რამდენმა ისარგებლა მზისთვის დასხოვის სერვისით. ამ ტიპის რეკლამები იმ პერიოდისათვის საინტერესო იყო დაინტერესებული პირებისაც, რომელთაც რესტორანში სურდათ საღამოს გატარება, თუმცა ჩვენთვის დღეს ამას უკვე სხვა დატვირთვა აქვს, ჩვენ ვიცით, როდის რომელი ორგანიზაცია გაიხსნა, სავაჭრო პუნქტი იქნებოდა ეს თუ საზოგადოებრივი კვების ობიექტი.